ყველაფერში ხო არის მასწავლებელი ყველა სფეროში ფორმირება ხდება, მომზადება არის თქვათ ინსტიტუტში ჩასაბარებლად, ვამზადებ ბავშვს ბაღში შესასვლელად, სკოლაში შესასვლელად, სულთელი ისმის, მაგრამ არავის არ ამზადებენ აი იმისათვის რომ უნდა მოკვდეს. ესეთი კურსები არ არსებობს, არ არსებობს ესეთი თქვათ რაღაცა გაერთიანება, სადაც ემზადებიან სიკვდილისათვის რაღაც გარკვეულ წარმოდგენებს. ნუ ანტიკურ სამყაროში ასე თუ ისე სტოიციზმის მიმდევრებს ჰქონდათ სწორედ ამაზე გამახვილებული ყურადღება. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ არაფერს არ აკეთებდნენ ამ ცხოვრებაში და სიკვდილი და არაფერი არ. არა, აქტიური ცხოვრებაში იყვნენ, მაგრამ ის ისწავლებოდა ისეც, როგორ უნდა გარდაიცვალო, რომ სიკვდილისთვის უნდა მოემზადო. ესე იგი, სტოიციზმი იყო სწავლება ემზადეს სიკვდილისათვის. გახსოვდეს სიკვდილი კიდე გითხარით მემენტო მორი. და თანამედროვე სამყაროში ამაზე კი არ ლაპარაკობენ. და მოულოდნელად გარდაიცვალა. ესე იგი, რატო არ არის ამაზე ლაპარაკი? აი ბიბლიაში მაგალითად არის. ბიბლიაში რამოდენიმეჯერ სიკვდილი როგორც ასეთი პირველად ჩნდება დაბადების წიგნის მეორე თავის 26-ე მუხლში, რომ აი თუ ამ ლაპარაკი არის იმ ხეზე შემეცნების ხე რო ქვია ბოროტებისა და სიკეთისა, თუ აქედან ნაყოფს იგებებთ, მოკვდებით, სიტყვა მოკვდებით, აი სიკვდილი. ხო, მე მეორდება სატანაზეს, არ მოკვდებით, აი კიდე სიკვდილი. შემდეგ ცოდ მესამე თავში. აი მიწიდან აღებული ირიბიძე და მიებარებ. მეორდება ბიბლიაში ეს და ძალიან ისეთი დრო აქვს დათმობილი. ახლა ბიბლიის პერსონაჟები, გმირები, ხო, რეალური იაკობი, მანამდე ა ブラ ამი. ახლა ისინი ამისთვის ემზადებიან. ხო ცხოვრობენ. არაფერს არ იკლებენ ცხოვრებაში, რაც საჭიროა, შრომობენ, მაგრამ ახსოვთ რომ მოკვდავი არიან. ესე იგი ემზადებიან. ახლა ჩვენ 21 საუკუნე, აი სამი კატეგორიის ადამიანი შეიძლება ვთქვათ. ნუ ახლა სამი მეტი არ არის. პირველი კატეგორიის ადამიანები ძალიან ცოტანი და მცირენი არიან, რომლებიც აი ესეთი წარმოდგენა აქვთ, სიკვდილის მერე არაფერი არ არის, ამიტომ ჭამოთ, სვათ რო გავატაროთ მაგით. მაგრამ სოფლიოში ესეთი ადამიანები სტატისტიკურად უფრო მცირე ჯგუფის არიან. მეორე კატეგორიის ადამიანები უფრო ბევრი არის. მეორე კატეგორიის ადამიანები ასეთია. იქითა ქვეყანაში ღმერთს შევხვდებით და როგორიც ვართ მიგვიღებს და არ არის პრობლემა, თავიანთი წარმოდგენებით ღმერთს აღიარებენ. მესამე კატეგორიის ადამიანები, რა თქმა უნდა, შედარებით მეორესთან უფრო ნაკლები არიან და უფრო მეტია ვიდრე პირველ კატეგორიასთან. ესეთები არიან ის ადამიანები, ვინც ბიბლიაზე დაყრდნობით სიკვდილი იციან რა არის. და ემზადებიან ქრისტიანები. ესე იგი, პირველს არანაირი საბუთი არ აქვს პირველი კატეგორიის ადამიანს, არანაირი საფუძველი, რომ დაგვიმტკიცოს, რას ეყრდნობი, რომ სიკვდილის მერე არაფერი არ არის. მათ ვერცეთ ფაქტებს მოგიყვანენ. არანაირი არც მეცნიერული, არც პიროვნული, არაფერი არ აქვთ. და უცნაურია. ხო? დღევანდელი სოფლიდან გამომდინარე. აი მეორე კატეგორიის ხალხი რომ არა, იქ რაღაცა არის და უფრო ბევრი ეს ხალხი რომ აი იქ გადავალთ, შევხვდებით ღმერთს და მიგვიღებს როგორიც ავართ. ამათაც არ აქვთ ისეთი დამამტკიცებელი საბუთი, რომ როგორ შეიძლება ღმერთმა სულ ყველა მიიღოს ისე. რანაირად? ეგეთი რამე შეიძლება? აი მესამე კატეგორიის ხალხი უფრო სწორ გზაზე დგანან, რომ სიკვდილი როგორც ასეთი ეს ადამიანის დადგენილი არ არის და ადამიანი ამაზე სწორ წარმოდგენას ვერ მოხს. აი ბიბლია გვაძლევს სწორ წარმოდგენას. სიკვდილი ცოდვის შედეგია, გვეუბნება ბიბლია. სიკვდილი ღმერთს დაშორებაა, გვეუბნება ბიბლია. ამიტომ არის თუ არა საჭირო ადამიანი მოამზადო სიკვდილისა. ყველანაირი კლასი არის, ცეკვის კლასია, სიმღერის კლასია. არის რაღაცა ჯგუფები, რომ ნარკომანიიდან როგორ გამოიყვანოთ ადამიანი. არის წრეები, მაგრამ სოფლიოში თუ იცით, წრე კლასი, სადაც ასწავლიან, როგორ უნდა შევხვდეთ სიკვდილს. აი იაკობი, ბიბლიური იაკობი, ნახეთ როგორ ხდება სიკვდილს. ხო, 44-მე თავიდან და 50-ის ჩათვლით. დაბადების წიგნი. ხო და ეგ თემა საინტერესო არის, ხო? თან იაკობი ცოტა 4 ჯერ პირისპირ ღმერთთან შეხვედრა ჰქონდა ამას. პირისპირ 4 ჯერ. პირველი იყო ის რომ სიზმარში კიბე და რო ადიან ჩამოდიან ანგელოზები, ხო? მერე რო ერკინება. მერე კიდე აი რომ ღმერთს ეკითხება, ჩავიდეს თუ არა ეგვიპტეში იმშვენთან, ხო? ეს 4 ჯერ არის ესეთი პირები. პირდაპირ და სხვა რამდენჯერ შეხვდა ამას ბიბლია დუბს ამას. რომ მთელი 157 წლის მანძილზე
იაკობმა ამდენი იცოცხლა. როგორ დავიჯერო, რომ მარტო 4-ჯერ იყო შეხვედრა, ხო? დღევანდელი საუკუნე, 21 საუკუნე არის ამ მხრივ უფრო ძალიან განსხვავებული. ესე იგი, ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა ხო უდეს უმრავლესობას საერთოდ წარმოდგენა არ აქვს. ერთ-ერთი რომელიც ბიბლია ხო საერთოდ რა ვიცი, ბიბლიური ღმერთზე წარმოდგენა თვით ისეთ ქვეყანაში როგორც ამერიკის შეერთებული შტატები არის, საერთოდ არ აინტერესებთ. ხო, არის ის რა ბევრი, მაგრამ ეგა რა. ეს ისე მორწმუნე არის, გადავრჩებით, ხო, არ ხალადო ცხოვრება, კაც ჩანს კიდევაც როგორი და არა, ყველა კარგად ვიქნებით, ყველა გადავრჩებით, ყველა ღმერთთან მივხვდით. ამის საბუთი ვის აქვს? აი როგორც პირველი კატეგორიის ადამიანს საერთოდ არ აქვს ანაირი მტკიცებულება იმის, რომ სიკვდილის მერე გაქრობაა. და არაფერი არ არის. ამით ხარ დასაბუთი გაქვს. არანაირი მტკიცება არ არის ამისი. ასევე არანაირი მტკიცება არ აქვს იმისი, რომ ღმერთი ყველას იღებს. აბსოლუტურად ყველა კარგად იქნება მასთან. აი ამის საბუთისა და გვაქვს თუ ადამიანის რაღაც წარმოდგენები არ არის ეს და აი მესამე კატეგორიის ხალხი სიკვდილზე ნახეთ ბიბლიიდან ერა ეკლესიას და გახსოვთ რას მეუბნება ეკლესიაში კარგად არის ეს აღწერილი აი ეს ბრძენი და ბრიყვიც ერთნაირად ყვება ვერაფერს ვერ წაიღებ ამ სამყაროდან და 1000 წლის და 2000 წლის მერე დავიწყებას მიეცემა ბრძენიც და ბრიყვიც და რა აზრեք ამავებათ ნახეთ მზის ქვეშეთის ის არის განხილული მდგომარეობა მართლაც ჩვენ ხო კომუნისტური მასში ვასწავლდნენ რომ თქვენი უკვდავება დამოკიდებულია იმ ქვეყანაზე რომ სახელის ტოვება და ემახსოვრება ადამიანებს კი მაგრამ ეკლესიას ეს წვის ბრძენიც კი ყველაზე ძლიერი ბრძენიც და ბრიყვიც რო კვდება დავიწყებას მეცემა ორივე რამდენი ბრძენის აზრები დავიწყება სამიცემული ძალიან ბევრი ხო კაცობრიობაში ბევრი გონიერი ადამიანები იქნებოდა და ფრაგმენტებია შემორჩენილი ჩვენამდე გავა კიდე 10000 წელი და ესეც აღარავის აღარ ეცოდება და ეხლაც კი ვის რა შეაინტერესებს ეგ ხედავთ რა ზუსტი ის არის ღმერთის მიერ ჩაწერილი ეკლესიასში შემდეგ ეხლა აი გარდაცვალების დროს ადამიანი ყველაფერს ტოვებს სხეულსაც ტოვებს აქ არაფერი არ მიგაქ აგროვებ და ბიჭო აბსოლუტურად არაფერი არ მიგაქ ხო გეუბნები სხეულის კი არ მიგაქ საზღვარგარეთ როცა მიდის ადამიანი ერთი 10 კილო რაღაცას გაგატანე და თან ხოხორიკა თავი მიყვებოდა სხეული რომ მოგვდები სხეულის რჩება და ამ სხეულში ადამიანი საით მიდის ეს არავინ არის რა კარგია იცით რომ ადამიანი აი ამ მდგომარეობას აქიდანვე სწავლობს და რაღაც მომზადებულია ეხლა რატომ არის რომ ამის გარკვეული არ სწავლა არის და ამას თავს არიდებენ აი რატომ ეგრეთ წოდებული წუთისობლის ხალხი წუთისობლის სიბრძნეებით ხალხი რომელიც ფულზე ორიენტირებული არ არის იმდრეზე ამათ რომ შეუშვათ ეს სწავლება ადამიანი შეგნებული ადამიანი რომ შეიგნებს ამას იგი ცხოვრების ასეთი ფერხულიდან ამორთულია და ცხოვრებას იღებს იმ მითითებით ღმერთმა რომ დაუწესა და შესაბამისად აი ეს ღრბოლები მილიონერებისა და მილიონერის აღარ იქნება შეწყდება და ხო კარგი იქნება ამიტომ ყოველთვის მტერი ეყოლება ასეთ ადამიანებს ვინც ამ თემაზე საუბრობენ და თქვათ ადამიანებს ამზადებენ ამისთვის და ეს არის აქ სწორი ცხოვრების წესი სიკვდილი იმას კი არის რომ არაფერი არ გააკეთო რო იცი რომ სიკვდილი წინ გელოდება აღარ აგროვებ იმ სისულელეებს და აღარ ახარ მომხვეჭელი შესაბამისად იმ დოლოც ღმერთმა რო გააჩინა ყველას თანაბრად უნაწილებ აი ამიტომ იკრძალებეგა და ამის უკან დგას სატანა რომ სატანა გვაძლევს წარმოდგენას რომ არ მოკვდებით ხო უთხრე ეგრე მოგატყუათო იქნებით როგორც ღმერთი და როგორ არ მოკვდები კაც ამდენ ერთადერთი სწორი წარმოდგენა სამ ფენომენზე გვაძლევს ბიბლია იქ პატრიარქები რომ მზად არიან რას უყელა იესო ქრისტეც რომ მზად არის ყველა მოციქულები და რა არ ცხოვრობდნენ გონიათ ხო უბრალოდ სადად წყნარად და გემრიელად ესე იგი აქ ხარ დროებით და უნდა დატოვო როცა დროებით ახარ ამ დედამიწაზე აი ესე მეტოქე იქნები ვიღაცის მოკლავ იმიტომ რომ შენ იარსებო არ გაგიჩნდები ეგ სურვილი როგორ სხვანაირად შეიცვლებოდა
თანამედროვე ცხოვრება რომ აი ეს ყველამ იცოდეს. და ეგ სულაც არ არის პესიმიზმი და სულაც არ არის რომ არაფერი არ გავაკეთოთ. ახსოვდეთ, სად მივდივართ. აქ ყველაფერს დატოვებ აქ. იცი რა, სიამოვნებებსაც აქ დატოვებ. არაფერი არ გაყვებათ იქა. და თუ ღმერთთან არ ვიქნებით, საოცარი ტანჯვა ელოდება ადამიანებს. და არ უნდა ამის აღიარება, აი, გარდა მესამე კატეგორიების ადამიანების. აი, იაკობი შეგშურდებათ, როგორ ამთავრებს სიცოცხლეს, რაც უთხრა ღმერთმა, წადიო ეგვიპტეში, მიდი და შვილი დაგიხუჭავს თვალის ლაპარაკი არის იოსებზე, ხო? და იქ 17 წელი შვილი დატკმა 130 წლის ასაკში შევიდა ეგვიპტეში შვილი რო ნახა, რამდენი ხნის უნახავი იყო, ხო? 13 წლის უნახავი შვილი. ხო და 17 წელი დატკმა და მე 157 წლის ასაკში 47 წლის იყო იოსები, თვალები დაუხუჭა მამას და ყველას თავი მოუყარა. აი, შეგშურდება რა ესეთი გარდაცვალება რა. თუ ამან იცოდა რა იყო სიკვდილი. სიკვდილი გაქრობა კი არ იყო. სიკვდილი რაღაცა ჯოჯოხის წასვლა კი არ იყო იაკობის. სიკვდილი დაბრუნება იყო იქიდან, საიდანაც წამოვიდა. და ეს დაუბრა თავის მთელ ჯალაბობას რო შეკრება და ყველას მიმართ კურთხეული სიტყვა თქვა და ეს ჩაწერილი არის ბიბლიაში. მაგრამ ეს ხომ არ არის ავტორიტეტი, ეს წიგნი უდიდესი უმრავლესობისათვის, იმიტომ რომ აქ განახედეთ როგორი შეჯიბრი არის. აი რა ამბავია რა, აბა ის იყიდე, ეს იყიდე და იხოცება ხალხი ისე რომ წარმოდგენა არ აქვს რისთვის მოხვედი. ესე იგი, სიკვდილს მაშინ გაიგებ თუ სიცოცხლე იცი ჯერ. ჯერ ხო ადამიანის სიცოცხლე რა არის, ეს უნდა გავარკვიოთ. ცხოვრება რა არის. მე რატომ ამთავრებთ ამას ისე უაზროდ, როგორც ამთავრებს ადამიანები. და რატომ არ ემზადებით, ყველაფრისთვის ემზადებით და ამისთვის რატომ მოემზადოს ადამიანები. წინ და წინ. თორე უცებ შეიძლება მოხდეს თავში რაღაც და არ ახარ მზად. იმიტომ რომ არავინ არ გაქრება და ყველა წარდგება ღმერთის წინაშე. არავინ არ გაქრება, კაცო ეგ არის ტყუილი ახლა. საბუთი არავის არ აქვს იმისა რომ გავქრებით. ვინმე მომიტანს მტკიცებას, აი საიდან იცი რომ არაფერი არ არის. ვერ დაამტკიცებ ამას. არც წერილობითი ფორმა, არაფერი არ აქვს. ეს არის შენი სულელური შეხედულება. თან ამ კატეგორიის ხალხი ძალიან ცოტაა დღევანდელ მსოფლიოში. იმიტომ რომ აგერ რელიგია ადასტურებს, ან ყველგან რელიგია არის. ყველა რელიგიის ის არის კონცეფცია, რომ იქითა ქვეყანა არის. და არა მარტო რელიგიის, იდეალისტური ფილოსოფიის კონცეფცია სული უკვდავია. ასე ნახეთ მეორე კატეგორიის ხალხი უფრო ბევრია. პირველი კატეგორიის ცოტა, ნუ საბჭოთა კავშირშიც კი რომ ამას არცელებდნენ, არაფერი არ არის, მაინც შინაგანად ადამიანი იტოვებდა იმას, რომ რაღაც არის და ჩუმად ამღდელთან იყო და ანკვერცხებსაც აკონტროლებდნენ და ალკომასაც, თქვათ, აღნიშნავდნენ. აი, მესამე კატეგორიის ხალხი არის უფრო სწორი გზაზე, რომლის აზრებს ავრცელებს ღმერთი იმ წიგნის მიხედვით და საშუალებით, რომელსაც ბიბლია ქვია. რა დღეში იყო გივის სიხარულზე წამოუხდა იმ გოგო ჩოგბჯენში ეცეკვა დატრიალ და ღიპუშკათი რა შეგეცოდებოდა ეს ადამიანი. დაჭიქე რა უსმინე რა ტლინკაოფ ახლა შეიძლება რაღაცა წნევამაც დაგარტყას ახლა ისე ჯიბრები რა შეჯიბრები ან ესთეტიურად სწორი ასაკი ადრე ახალგაზრდა გივის სიხარულზე მოცეკვავე იყო გასაგებია, მაგრამ აი ახლა აცუნდრუყდა 78 წლის კაცი იყო იმ დროს როცა იყო 2 წლის უკანდელი არის ეს. აი თალბატონთან ჩაუხდა, მიუხდა, მოუხდა, იგა და არის ერთ თამაში მთეულურ ცეკვავს. საწედაობა პირდაპირ. ახლა ეს, რა თქმა უნდა, უცებ გარდაიცვლებოდა, საერთოდ არ იცის, რომ მოკვდავია და საინტერესოა ეს რამეს წაიღებს. ზაღთო წერილი გვეუბნება, ვერაფერს ვერ წაიღებს. და ესეც 100 წელი არ არის საჭირო, 10 დღეს მერე არავის არ იმახსოვრება. აი აბსოლუტურად, თვით ოჯახის წევრებსაც კი. ხანდახან თუ რაღაცა გაახსენებს რელიგიური დღესასწაული საფლავებზე გასვლა. ეგეც გავა 100 წელი და დამთავრებულია. ხო, იმიტომ ის ხალხი, ვინც იგონებს გარდაცვლილ ხალხს 100 წლის მერე ცოცხალი აღარ იქნება, ვიღა მოგიგონებს. შენიანი სანამ არის და იმ წესებში არის რელიგიური წესები, რომ წელიწადში ერთხელ საზოგადოება მიგაყანყალებს საფლავზე, თორე ისე რა გაიხსენებ და გარდაიცვლები. არავის აღარ ემახსოვრება ის, ვინ შენ გახსოვდა. ეკლესიას და ეს ღმერთის სიტყვა არის და დაუჯეროთ ამას ჩემო კარგებო. თუ სიკვდილთან ურთიერთობა ვერ გაიანალიზებ, ვერ იცხოვრებ სწორად. აი როცა სიკვდილი იცი, უკვე შენ სწორად ცხოვრობ. ცხოვრება კი აქ ვართ უნდა იცხოვროთ.
უნდა ჭამოთ, უნდა ჩაიცვათ, უნდა და ისე ამოვნოთ, რაც ასეამოვნებაა და არ დაკარგოთ, არ გაველურდეთ და ცხოველებად არ ვიქცეთ. და როცა სიკვდილი გახსოვს, უფრო ადამიანი ხარ. ვისაც სიკვდილი არ ახსოვს, ის ცხოველია, ველურია და აი ერთმანეთს ეომებიან, ერთი მუჭა მიწის გულისთვის და იხოცება ხალხი და გაგებაში არ არის რატო იხოცება 20-30 წლის და 40 წლის ხალხი. არავინ არ იცის ეგ. ესენი მუგდავები არიან რა ბჭყალებში. აიხედავ, გამოიხედავ, იხოცება ხალხი, თუმცა ამას დიდ ყურადღებას არავინ არ აქცევს. დაფარულია, დაკეტილია და შეფერადებულია ეს ყველაფერი. ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ეს თითქოს პესიმიზმია. პესიმიზმი არა ის არის, ოპტიმიზმია, ეს ოპტიმიზმი. თორე ხო ვიცით სიკვდილი, მარტო ბიბლია გვეუბნება სიკვდილი რა არის, საიდან არის და რჩებით თუ არა მაგ მდგომარეობაში და სადმე. მარტო ეს წიგნი გვეუბნება ამას და აი ასეთი წიგნი მე არ წამიგითხია, რაც ჩემს ბიბლიოთეკაში წიგნები გადამითვალიერად გადამიკითხია. ასე ღრმა, ასეთი თანამიმდევრული, ასეთი აი კომპოზიციურად აწყობილი, რაც უკვირდები და რამდენი ხანია ხო ამას უტრიალებ, ახლა ეს ხომ არ არის რომანივი წავიკითხე და სიკვდილი ცოდვის შედეგია. ცოდვა რა არის? ღმერთს დაშორებაა. დამოუკიდებლობა რა არის? ბიბლია გვეუბნება დამოუკიდებლობა არ არის. და არის დამოკიდებულება. ღმერთზე, ღმერთთან კავშირს გაწყვეტავს სატანას. აი ყველა ამ ინფორმაციაზე მე ამ წიგნმა მომაწოდა. ვისაც ეს არ ჯერა, არც არის საკამათო კაცო, იარე შენი გზით რა პრობლემაა. ხო ვიცი რომ შენც ახლა გაივლი ამ წუთებში ჩაგდები. იმიტომ რომ ამ წიგში წერია რომ შენც მოკდავი ხარ. მე კი ვიცი და შენ არ იცი რომ მოკდავი ხარ. მე ვიცი რატო მოკდები და მე უფრო მეტი ვიცი რომ გავცოცხლდი. შენ თუ იცი ეგა? ამ წიგში როგორც ცოდვის შედეგი სიკვდილია და ადამიანი ანჯული ამავე დროს არის სიცოცხლეც. და აღდგომა. ამაზე კაი ინფორმაცია არც ერთ წიგში არ წერია. აი ასეთი კარგი, იმიტომ ამის ინფორმატორი ღმერთი არის და არ ადამიანი. დანარჩენები მაგალითად ვეუბნებიან რომ სული უკდავია, სულზე იზრუნე, სხეული არის საკანი, საკანიდან უნდა გამთავისუფლდეთ. არ გვეუბნება ბიბლია რომ სხეული საკანია ჩემი და საპატიმრო, არ გვეუბნება ამას. კარგი რამეა, ძვირფასი რამეა და ჩვენი უტვინობის გამო ეს ჩვენი ხოხი ჩვენვე დავანგრიეთ, ჩვენი უტვინობის გამო. ჩვენი უტვინობის გამო ჩვენი ხოხი რო დაინგრა სხეული, იესომ აღადგინა და რწმენაში შეგვმოსავს ისევ და ისევ გავეხვევით ახალ სხეულში, რომელიც არასოდეს არ გაიხსნებოდა განდიდებული წარდგებით ღმერთთან ნეტარებაში მარადისობაში. ამ ინფორმაციას ბიბლია გვეუბნება.